2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი და რადიკალურად შეცვლილი და სხვა ენერგიებში მოგვევლინება ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. იქნება, რაც უნდა გაგიკვირდეთ. იქნება ძალიან ძლიერი, აღიარებული, მსოფლიოში აღიარებული სახელმწიფო. აღარ იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პარტია ვთქვა თუ მთავრობა ვთქვა თუ როგორი ტერმინი შემოვიტანო, არა. აღიარებული, ყველას მხრივ აღიარებული მთავრობა გვეყოლება. დაიმახსოვრეთ, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, მარტის თვეში მოხდება ძალიან დიდი ცვლილებები. სამწუხაროდ ვხედავ გარდაცვალებას ადამიანისას, ვერ ვიტყვი სად არის кейსი, ანუ მახასიათებლებს ვერ ვიტყვი, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს გარდაცვალება პოლიტიკურ ელფერს შეიძენს. ამ ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკურ ელფერს შეიძენს, ან არის პოლიტიკური ელფერის მქონე, ესეც შეიძლება ითქვას, და ახლა არსებულ თვითმარქვია მთავრობაში გამოიწვევს ეს ფაქტი ძალიან დიდ დაბნეულობას, არეულობას, გამოიწვევს ძალიან არეულ ქმედებებს, დაბნეულ ქმედებებს, თითქოს რო გარბი ხარ და საერთოდ არ უნდა გაიქცე კედელს ეხეთქები და ესეთი სტრესულად რაღაცა გაუაზრებლად რო ხან იქით გავარდები, ხან აქეთ გამოვარდები, აი ესეთ ქაოსს ვხედავ, გამოიწვევს ესეთ მოქმედებებს, ძალიან დიდ ქაოსს ეხლა არსებულ თვითმარქვია მთავრობაში. არ მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური შეხედულება, ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური გემოვნების წარმოჩენა, თუმცა არასოდეს არ გამჭირვებია მე ჩემი პოლიტიკური გემოვნების და დაფიქსირება და შეხედულებების, არასოდეს ამის კომპლექსი არ მქონია, მაგრამ ამას ვამბობ, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში, გარდა რუსეთისა და მსგავსი ქვეყნებისა, არაღიარებული მთავრობაა. ხო, კიდე რა არის რაღაცა დოკუმენტი, რაღაცა ხელშეკრულება, რაღაცა დადგენილება, რაც იცი როგორი რაღაცა იქნება, აი ხრამში რო ვარდება ადამიანი და თოქს ჩაუგდებ და აი უცებ რო წასწე, უცებ გამოკაჩავ. აი ესეთი დამხმარე ძალა იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სწრაფად დაიმახსოვრეთ, უკვე გადავიდა გველის წელში, რამდენიმე დღის წინ, ასე ვთქვათ, ენერგეტიკა და მე ვამბობდი სულ, რომ გველის წელი ეს არის თითქოს ახლიდან თავიდან იბადება ჩვენი ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა ენერგიებში ეწავა. აი მთელი საქართველოს მოდი ესე ვიტყვი დამოუკიდებლობის მინიჭებიდან მთელი ეს პერიოდი იყო რაღაცა აი მძიმე ენერგიით, ბევრი სისხლი, ბევრი ტრაგედია, სულ ბრძოლა, მოკლედ აი რაღაცა ჯებირების განგრევისთვის ბრძოლა, ამ ჯებირების ჯანჯღარი ხან გაინგრეოდა, მაგრამ თითქოს ისევ შენდებოდა, ხო, ეს ჯებირები ამ ქვეყანაში. აი ეხლა უკვე თქვენ ყველანი იგრძნობთ, რომ სხვა ენერგია შემოვა. ამას თვითეული ჩვენთაგანი, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვიგრძნობთ. ნუ, რა თქმა უნდა, სენსიტიური ადამიანები, ხო? ამას ვიგრძნობ ძალიან კარგად და მკაფიოდ. და ეს იქნება ძალიან სწრაფად მსვლელობა. აი ეს კარმაა ეს. ნახეთ, კარმა არის ამ ქვეყნის, თითქოს მოიხადა, თითქოს გარდაიცვალა ის საქართველო, დაამთავრა ის ციკლი და ახალი უნდა წარმოვიდეს, ახალი უნდა დაიბადოს. მარტისთვის ვხედავ,
აი რა ვქნა მესამე თვეს ვხედავ ამ ძვრების პერიოდს და ვნახოთ რა ხდება ამ თვეში ასეთი რომ ვხედავ ძვრებს მთავრობაში ნახე მე იმას არ ვამბობ, რომ ახლა არსებული ცნობილი პოლიტიკოსები, არსებული პარტიები არ იქნებიან. არა, ამას არ ვამბობ, არც ვადასტურებ, არც გამოვრიცხავ, მაგრამ აი ძალას, მთავრობაში მყოფ მოსულ ძალას ვხედავ ძალიან აი ახალ სისხლს და არ ვიცი ეს პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრია, იმიტომ რომ მე ვთქვი კიდევაც, რომ კონსტიტუცია შეიცვლება და არ ვიცი დავრჩებით ასეთ წყობილებაზე გადავალთ საპრეზიდენტო წყობილებაზე არ ვაფიქსირებ აქ ჩემ აზრს, თუმცა მაქვს ამასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება, მაგრამ ახლა მხოლოდ ვამბობ ინფორმაციას, არ ვიცი როგორი წყობილება იქნება, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ეს პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერი იქნება, ანუ მმართველი ვინც იქნება, ძალიან დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს ქართველი ემიგრანტი. აი ისე ვხედავ რა უცხოეთიდან მომავალ ენერგიას. ან შეიძლება მთლიანად პარტიაში იყოს ძალიან ბევრი ეს ახალი სისხლი ემიგრანტების. აი როგორ გითხრათ, ოკეანეებიდან წამოსული მარილიანი ქარს რომ მოაქვს ეს ზღვის მარილიანი სურნელი მოდის ამ პარტიაში, აი ესე ვგრძნობ, რომ აი ესეთი ხალხი მოვა აუცილებლად შეიცვლება და დიდი ძალა იქნება ეს, მთავარი ძალა იქნება ეს, რასაც ვამბობ. ახალი, აი, ვგრძნობ, ეს არის აი ესე ოკეანეების იქიდან წამოსული ენერგია. ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება, ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება, ჩვენ ამას ვიხილავთ. და ეს რაღაც აჩქარებული თემით მოხდება. ხო, აი ძალიან ვწუხარ ამ გარდაცვალებას რომ ვამბობ და ეს იქნება იცით რა არის თითქოს ეს ადამიანი ნახე ძალიან ახლა უნდა ვთქვა ესეთი არ ვიცი ყველა გაიგებს ამ ნათქვამს თუ არა, მაგრამ ვისურვებდი რომ გაიგოთ, ეს იქნება გააზრებული. აი ნახე, ესე კი არა რომ მეავდექი და თავი მოვიკერაკალი, არა, თითქოს შინაგანად, აი ქვეცნობიერად ამ ადამიანმა იცის, რომ ეს არის გააზრებული, აი მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდება დიდი აგონია. აი ნახავთ ჩვენ ამ თვითმარქვია მთავრობის ჩამოშლას და დასასრულს. აი ეს იქნება ბოლო წერტილი ამ ყველაფრის. მოყვება. ძალიან მწუხარ, იმიტომ რომ ამ პატარა ქვეყანაში თითოეული ადამიანის სიცოცხლე ეს არის უკუნით ღამეში ანთებული სანთელი და ეს სინათლე ადამიანის სიცოცხლე სინათლე ძალიან გვჭირდება ყველას, ჩვენ ყველას. არ ვართ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში, რომ სულ ერთი იყოს. ჩვენ თითოეულმა უნდა გავათბოთ სხვა დანარჩენი ჩვენი არსებობით, ჩვენი სიცოცხლით, ჩვენი გონიერებით და ჩვენი სიყვარულის ენერგიით. ამიტომ ნამდვილად არ ვისურვებ. კიდევ ხედავ მკვლელობას, უკვე ეს მკვლელობა არის. ავტომობილში მოხდება ეს და ვიტყვი ესე რომ ეს იქნება მისთვის ღალატი, იმიტომ რომ ვისაც ენდობა ზუსტად იმის ხელით შესრულებელს არ გულისხმობ, დაკვეთა იქნება მისგან ვისაც ძალიან ენდობა ეს ადამიანი. ავტომობილში ხდება ეს ფაქტი. და ყველაზე ძლიერი რაც ჩანს, ყველაზე დიდებული რაც ჩანს, ეს არის აი ვერ წარმოიდგენთ, ეს არის ძალიან დიდი ენერგია მომავალი სამყაროდან, უფლიდან, აი როგორც ოქროს სხივები, ისე დაშვებული ანგელოზები და ძალიან დიდი მფარველობა ამ ქვეყნის. ძალიან დიდი მფარველობა ამ ქვეყნის. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ რაღაცა მოხდება ისეთი, რომ მონაგონი იქნება
დღევანდელი გამოსვლები მონაგონი იქნება თავიდან, რომ წვეთ ჩვენ ყველანაირ კონტაქტს და ხელშეკრულებას ვწვეთავთო ევროკავშირთანო და რაც მაშინ მოხდა გამოსვლები, აი ისიც კი მონაგონი იქნება ცხოვრებაში, ახლა კი არა, ცხოვრებაში რო არ გამოსულან ადამიანები და აი საერთოდ რო არ აინტერესებდათ, რომ აი მე აპოლიტიკური ვარ და არ მაინტერესებს და მეცინება ხო ამაზე როგორ შეიძლება ადამიანი აპოლიტიკური იყოს, როდესაც შენს პირად ჩვენი ყველა პირადი ის ცხოვრება ალბათ ესე 30-40 მინიმუმ და 60-70 მაქსიმუმ პროცენტით განისაზღვრება როგორ პოლიტიკურ წყობილების ქვეყანაში ცხოვრობთ. და როგორ გარემოს გვიქმნის ეს ქვეყანა, ასე რომ ყველას გვეხება, მაგრამ ნუ ამას თავისებური ტვინი უნდა რომ ეს მიხვდეს ადამიანს, მაგრამ ამაზე არა ვარ. მე ვამბობ იმას, რომ აი ცხოვრებაში რომ არ შეხებია ნერვი, ინტერესი და საერთოდ არ აინტერესებთ რა ხდება, განცდა რო აქვთ, რომ აი ჩემთვის ხო მაინც ყველაფერი სულ ერთია და ვერ აღიქვავენ ვერც კარგს და ვერც ცუდს, ესეთი უემოციო ადამიანები არიან და აღარ შევალ ასეთი ადამიანების დახასიათებაში, აი ესეთი ადამიანებიც კი გამოვლენ გარეთ, რაღაცა ისეთი მოხდება. სამწუხაროდ ამ ზომამდე მიიყვანენ ადამიანებს. მიიყვანენ ამ ზომამდე ადამიანებს. ძალიან წუხვარ. ბუმერანგები ტრიალებს ხალხო, ბუმერანგები ტრიალებს. აი არ ვიცი. მე თვითონ ასე ვთქვათ, ვიტყვი ესე რომ ერთგვარი კარმე სპეციალისტი ვარ, იმიტომ რომ ხედავ ადამიანებს კარმებს, ვეუბნები რომ ეს გამოსასწორებელი აქვს და უშვილ შეცდობა წინა ცხოვრებებში ეს დაამუშავე, აი ამ თემებში მუშაობ და წინა ცხოვრებები კი არა, ახლავე, რამდენიმე დღეებში, რამდენიმე თვეში, რამდენიმე წლებში ჩვენ თვითონ ვიქნებით მომსწრე ისეთი ბუმერანგები ტრიალებს. იმიტომ რომ აი კიდევ ვამბობ თქვენ რომ ნახოთ, რომ იგრძნოთ რამხელა ოქროსფერის სხივებად არის დაშვებული ეს არ ვიცი ესენი ანგელოზები არიან, რაღაცა სხვა წმინდა ენერგიები არის, რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ აი ისეთი იმაში არის, რომ არავის არ ეპატიება ამ ქვეყანაში იმის დატრიალება, რასაც ატრიალებენ. არავის არ ეპატიება სამყარო ასე გადაწყვიტა და აი ნახავთ რა, აი გველი როგორც ბრძენია და ძალიან ბრძენია გველი. და გულმა იცის ძალიან დიდი სიყვარული ჩემო მაყურებლებო. საოცარი სიყვარული იცის. და ძალიან აი ამ სიყვარულს გრძნობ ამ ქვეყნისადმი და ვაი იმას, ვინც ამ ქვეყანას ერჩის, ვაი იმას, ვინც ამ ქვეყანას უშავებს და ანადგურებს და შლის და ასე შემდეგ. ჩვენ ყველანი ვნახავთ, აი გაოცებულები დავრჩებით, იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე არაფერს არ ახსოვს, რომ ესე დასჯილიყო სამყაროსგან ვინმე. 1, 2 სადღაც ხო, მაგრამ ასე ამდენი ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ვნახავთ ამ გაოცებას. აი ყველას გვექნება ეს გაოცება. რომ რატო ხდება ეს, რა ხდება. ძალიან ძლიერი მთავრობა. რაში მდგომარეობს ამ მთავრობის სიძლიერე? ჯერ ეს ერთი არის ახალი სისხლი, ახალგაზრდული ენერგია. თავისუფალი სისხლი, მოდი ესე ვიტყვი, ამ ენერგიამ, ანუ ამ ადამიანებმა არიციან რა არის მონობა, ამიტომ არიციან რა არის შიში და მოდიან ძალიან ლაღად და თავისუფლად, ამათ ვერ გატეხავ, არიან ძალიან განათლებულები. აი შურს კეთილი შურით ისეთი განათლება მოდის და სულ ვამბობ, ეს არის საოცრება. კი ბატონო, ეყარებათ ქვეყანა, იქნებიან განათლებულები, იქნებიან პრაგმატულები, სწორად გათვლიან ნაბიჯებს, კარგ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთ ძლიერ წმენას ვხედავ, ისეთ ძლიერ სიყვარულს ვხედავ. არ მინდა ესე იქნას გაგებული, რომ ეს ახალი თაობა ეკლესიურები არიან, ან რაღაცა, არა, აი შინაგანი ისეთი რწმენა აქვთ, ისეთი კავშირი აქვთ უმაღლეს ძალასთან, უფალთან, რომ რო ჩამოაშორო ამათ განათლებაც,
სიყვარულიც ყველაფერი მარტო ამ რწმენით, ამ ასე ვთქვა, შინაგანი ხმით გავლენ სამშვიდობას. ძალიან დიდი რწმენა აქვთ. აი ეს შინაგანი სიმტკიცე, რწმენა, სიყვარული, ცოდნა. სასწაულებს მოახდეს ამ ქვეყანაში. კიდევ და კიდევ მინდა ვთქვა, რომ ორი სფერო განსაკუთრებით. ეს არის ჯანმრთელობა და ეს არის განათლება, იქნება წინ წამოწეული ამ ქვეყანაში. 2026-27 წლებში იქნება არ ნახულად წინ წაწეული დიდი რეფორმები და ჩვენ ვნახავთ, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოვლენ თუნდაც სამედიცინო манипуляციების ჩასატარებლად. სამედიცინო ტურიზმი იქნება განვითარებული ძალიან. და იყოს ეს ასე, და იყოს უფლისნება. მე ვიყავი ნათია შაი და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.